მაგარი დარტყმა ქონდა ხელზე, ანუ მაგრა აგდებდა ხელში. მოსახერხებელი და კომფორტული სასროლი არ არის. ხმაც ისეთი ძლიერი ქონდა, ანუ პისტოლეტი რო პატარა და ხელში გიჭიროთ, გონიათ რომ ხმა არ მაგარი ძლიერი ხმა. ხმა ძლიერი აქვს. ძლიერი დარტყმაც ქონდა, აგდებაც ქონდა. აი ესე რაღაცა არიქა და სროლით ვისიამოვნე არა. დამეთანხმებით რა, რაც იარაღს მეტი მასა აქვს, უფრო მდგრადია არის. ანუ ერთი რაღაცა თუ გინდა რომ თქვა რაღაცათი სიამოვნო, მეორეთი უკვე ვეღარ ისიამოვნებ. გინდა მდგრადი იარაღი, მაშინ მძიმე იარაღი აიღე. თუ დიდი კალიბრი გინდა და მსუბუქი იარაღი, აი ეგ იქნება ამისთვის და ყველა იარაღიც ეგრეა. ნუ ყველა შემთხვევაში რა ვიხარ, მე როგორც გავარტყი ამითი არა ვამაყოფ. ყოველთვის ვიძახი კიდე რა, რომ ამას ჩემი ბრალია მე ვერ ვესწრული კარგად. ვივარჯიშებ პირობასადვე და მაგასაც გავარტყავ ალბათ. ზოგი მწერს რომ რა არის 3-3 ტყვიას ვისწროთ ეხლა 27 რო ვისწროლ ამ თქვენ რა ან მე რა და ან კიდე ამის მეპატონეს ხო? ამ ტყვიებით ყურადღება თუ დავხარჯო. ისეც ცხადია უთქმელად ისეც რა პროცესებთან აქვს საქმე. მაგრამ ერთს გეტყვით. არის ლამაზი, პრესტიჟული, ადვილად სატარებელი და საყვარელი იარაღი. აი ესეთი რაღაცა ერთი